გავიდა ერთი კვირა პირველი ეტაპი, რომელიც თავიდან დაიწყო ძალიან ეფექტურად ისრაელის სასარგებლოდ, აი ძალიან ელვისებური, სწრაფი, მოულოდნელი შოკის მონგრელი იყო ირანის ხელისუფლებისთვის, რასაც მოყვა საკმაოდ მძიმე დაზიანებები და საკმაოდ ეფექტური დარტყმები ირანის ტერიტორიაზე, რასაც მოყვა სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია, განადგურება, რასაც მოყვა საკმაოდ მტკივნეული ინფრასტრუქტურის განადგურება, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელის ეს პირველი დარტყმები მაგის ეფექტურობა მკვეთრად იკლო. ბევრად უფრო ნაკლები ვიდეო მასალა თუ ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაუნადგურდა ირანს და ასევე ვხედავთ, რომ საპასუხო დარტყმებსაც საკმაოდ ასევე ეფექტურ და მტკივნეულ დარტყმებს აყენებს ირანი. ამიტომ ჩვენ ომის ლოგიკა ვკარნახობს შემდეგ რამეს. ანუ ისრაელს ეხლა რაღაც დამატებითი ჭირდება. ანუ რაღაც სხვა ელემენტის შემოყვანა ჭირდება ამ არსებულ კონფლიქტში, რაც ისრაელის სასარგებლოდ დრამატულად შეცვლის ამ კონფლიქტის ბედს. თუ დავუშვათ, ჩვენ ხო რამოდენიმე სცენარი გვაქვს, ხო? ერთი სცენარი, ისრაელი აგრძელებს იმ ინტენსივობით დარტყმების მიყენებას, რასაც აქამდე აკეთებდა, რას გამოიწვევს ეს? ეგ ძალიან ბუნდოვანია, შეიძლება არც არაფერი არ გამოიწვიოს, ხო? იმიტომ რომ ფაქტია, აგერ მერვე დღე გადის და მკვეთრად იკლო ისრაელის დარტყმების ეფექტურობა. შესაბამისად, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ამ ტენდენციის გაგრძელებასაც გარკვეული ლიმიტი აქვს, ხო? არ შეიძლება უსასრულოდ, მათ შორის რაც არ უნდა მხარდაჭერა ჰქონდეს ისრაელს, ამ რეჟიმში არსებობა, დარტყმების მიყენება და მათ შორის აქეთაც რომ ზიანს იღებს, ცხადია, რაღაცა უნდა შეიცვალოს. შესაბამისად, ან იკლებს ისრაელის მხრიდან ინტენსივობა, ლოგიკურია, ან გაიზრდება. რის ხარჯზე გაიზრდება, გაუგებარია, ხო? ისრაელი ხა რაც ქონდა, ალბათ გაისროდა, ხო? სულელი ხო არ არის რომ რაღაცა შეუძლია და აღარ აკეთებს, ხო? ხო უმჯობესია პირველ დღეებში მანამ სანამ ტერს უტარდება, ტერი არ არის ჯერ აზრზე მოსული, მაქსიმალური ზიანი და დარტყმა მიაყენო. ეგ არის ომის კანონზომიერება, ჯერ კიდევ სუნძი წერდა, რა ვიცი, მე-5 საუკუნეს ჩვენ წელთაღრიცხვამდე, რომ ომს უყვარს სისწრაფე. სისწრაფე არის ომის არსი. ცხადია, ხა ისრაელი მაქსიმალური გამოიყენა და იყენებს, რაც მას შეუძლია და რაც მის რესურსების ფარგლებში არსებობს. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ ხა ეს ომის ლოგიკა, მარტო ისრაელის მხრიდან თუ გაგრძელდება ეს საბრძოლო მოქმედებები, ან ინტენსივობა დაიკლებს, ან ამ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა ისიც დაიკლებს ბოლოს. ეს ფაქტია. ერთადერთი ფაქტორი, რასაც შეუძლია ისრაელის სასარგებლოდ მკვეთრად შეცვალოს ამ დაპირისპირების კონფიგურაცია, არის ამერიკის შეერთებული შტატების შემოსვლა ამ დაპირისპირებაში მთლიანად საკუთარი რესურსებით, შესაძლებლობებით და იმ ძალით, რაც ცხადია ისრაელს რამოდენიმეჯერ გაუზრდის პოზიციებს. და სამხედრო ლოგიკაც მაგას ვკარნახობს. ან ამერიკა უნდა შემოვიდეს ამ კონფლიქტში და კიდევ უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენოს ირანს და კაციშვილმა არ იცის ეს ამერიკის შესვლა რით დამთავრდება, ან ისრაელი ნელ-ნელა დაიწყებს უკან დახევას. სხვა ლოგიკა არ არსებობს.
ამიტომ სამხედრო ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, თუ ირანი ართმობს თავის პოზიციებს, რაღაც შუალედურ შეთანხმებაზე არ ხდება მხარეებს შორის დალაგება, მაშინ ყველა ლოგიკით ამერიკა უნდა ჩაერთოს ამ დაპირისპირებაში. ან ძალიან სულელები ყოფილან ამერიკის და ისრაელის ხელმძღვანელობაში. ანუ მარტო ბლეფის იმედად ამ ხელა ოპერაციის ამერიკას დაწყება უკვე გატარებული აქვს ისეთი რიტორიკა, რაც მას ამ ომში პირდაპირ ჩართვის ვალდებულებას კიდევს, თუ ჯერ კიდევ აქვს იმ როგორ არა აქვს. ანუ თუნდაც ტრამპის განცხადებები უკვე რაც აქამდე ილაპარაკეს და რა გზავნილებიც იყო, თუ არ ჩაერთო უკვე ზიანს იღებს? უკვე ზიანს იღებს პოლიტიკური და რეპუტაციული თვალსაზრისით. ირანი და არა მარტო ირანი ჩათვლის, რომ ამერიკა შეეშინდა, ეს ერთი, ეს პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანის შემადგენელი ნაწილია და მეორე ისრაელი სამხედრო თვალსაზრისით რას იზავს? მოუწევს საკუთარი დარტყმების ინტენსივობის შემცირება, მუდმივად ხო? და მიღება თვითონ დარტყმების. მათ შორის მიღება ან თუ შეუძლია ისრაელს და უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, მაშინ რას ელოდება? მაშინ მიაყენოს უფრო მეტი დარტყმა. ესე იგი არ შეუძლია, ხო? მათ შორის ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დაკვირვების საგანი. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ებრაელები უნდა მოემზადონ ცოტა გაწელილი ომისთვის. ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხანი. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ალბათ რაღაც ისეთი ინფორმაცია აქვთ მათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკაც შესაძლებელია ჩაება ამ კონფლიქტში. ეხლა რაც შეეხება, რომ გადავიდეთ, რას გამოიწვევს ამერიკის ჩაბმა ამ კონფლიქტში. ჩვენ ვიცით, რომ იმ არსებული რესურსებით, რა რესურსების ეხლა მოგროვება მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, ამ რესურსებით შეუძლებელია სახმელეთო ოპერაციის წარმოება. ანუ ამერიკა არ შევა ფიზიკურად, ანუ ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცები და ჯავშან ტექნიკა ირანის ტერიტორიაზე არ შევა და არ დაიწყებს ირანის დაპყრობას. ერთადერთი რაც იგულისხმება ამერიკის კონფლიქტში ჩაბმაში არის მისი საჰაერო და სარაკეტო ძალების გამოყენება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჰაერიდან ირანის ტერიტორიის დაბომბვა, რასაც ეხლა აკეთებს ისრაელი. უბრალოდ ცხადია, ამერიკას აქვს განუზომლად მეტი შესაძლებლობა, მეტი თვითმფრინავი ყავს, მეტი რაკეტა აქვს და მათ შორის ისეთი საბრძოლო მასალა აქვს, რაც არ გააჩნია ისრაელს. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე გავრცელებული ინფორმაცია, რაც ვრცელდება ზოგადად მასმედიაში ამერიკასთან დაკავშირებით, რატომ გახდა უშუალოდ ამერიკის ჩართულობა საჭირო, არის კონკრეტულად ერთი საბრძოლო მასალა, ეს არის ბუნკერ საწინააღმდეგო ძალიან მძიმე ავია ბომბები, რომლებსაც თეორიულად შეუძლიათ ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება. და ჩვენ ვიცით, რომ ირანი წინასწარ ემზადებოდა ამ კონფლიქტისთვის და ყველა კრიტიკული ასეთი ბირთვული ობიექტი გადაიტანა ძალიან ღრმად მიწის ქვეშ. ერთ-ერთი ყველაზე ასეთი ცნობილი ბირთვული ობიექტი არის თეირანთან ახლოს, სადღაც ცენტრალურ ირანში, ქალაქ ყუმის მახლობლად ფორდოს ქარხანა, რომელიც სხვადასხვა ვერსიით ეს ობიექტი არის თათა სისტემის სიღრმეში დაახლოებით, ამბობენ რომ 90-100 მეტრშია მიწის ქვეშ. რამდენად შეაღწევს ეს ამერიკული ბომბი მანდ, ეს კაცშვილმა არ იცის. ეს ერთი. და მეორე, რეალურად რამდენად მართლა 100 მეტრზეა ეს ობიექტი და არა 200 მეტრზე ან 300 მეტრზე.
ეგეც კაცშვილმა არ იცის. მაგალითად 100 მეტრი როგორი რაღაცაა, იცი? რამოდენიმე ათეული მეტრი მაგალითად თბილისში არსებული ზოგიერთი მეტროსადგურია. თუ არ ვთქვი, რუსთაველის მეტრო არის 60 მეტრამდე. ან თქვა დაიმოთ წარმოვიდგინოთ, რომ ამ ცხადი ამერიკის ამ ავიაბომბებსაც აქვს გარკვეული ლიმიტი, ანუ უსასრულოდ ვერ ჩავა, ხო, სიღრმეში, იმასაც რაღაც თან გააჩნია ნიადაგიც როგორია, ხო? თქვა აი ვერ ანადგურებს ეს ამ ავიაბომბების დარტყმითაც ვერ ხდება მისი სრულად მოშლა და ბირთვული პროგრამისთვის საბოლოო წერტილის დასმა. აი მაგ შემთხვევაში როგორ შეიძლება ვითარდებოდეს მოვლენები? ანუ მე რა უნდა გავაკეთო? მაგის გარდა კიდევ ერთი პრობლემაა უშუალოდ ეს თვითფრინავი და ჩვენ ვიცით რომ აი ამ საბრძოლო მასალას, აი ამ სპეციფიკურ ბომბებს ამ ბომბების გადატანა შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ შორი მოქმედების სტრატეგიულ მძიმე სტრატეგიულ ბომბდამშენებს. აი B2 ტიპის ბომბდამშენებია, B52 ტიპის ბომბდამშენები, რომლებიც ძალიან შეზღუდულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს თვითფრინავები უნდა შეფრინდნენ უშუალოდ ირანის ტერიტორიაში სიღრმეში. ანუ ამ თვითფრინავს არ შეუძლია ამ ბომბების გამოყენება ისე, როგორც მაგალითად ისრაელი იყენებს, რომ სადღაც ერაყის ტერიტორიიდან საკმაოდ მოშორებული მანძილიდან ირანული ანტისაჰაერო სისტემების მოქმედების ზონიდან გაისვრის რაკეტას და რაკეტა რამოდენიმე ასეული თუ 1000 მეტრის იქით მერე მიზანს ხვდება. ანუ ამ ბომბის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ გზით, რომ თვითფრინავი უნდა შეფრინდეს ლამის ირანის სიღრმეში და კაციშვილმა არ იცის მაგ დროს ირანის ანტისაჰაერო სისტემა ჩახშობილი იქნება თუ განადგურებული, ანუ ამერიკელებს მოუწევთ ძალიან დიდი რისკის აღება და ძალიან ძვირადღირებული თითზე ჩამოსათვლელი თვითფრინავების კრიტიკული თვითფრინავების ხო რაღაც მილიარდ 2 მილიარდზე მეტი ღირს მარტო ერთ სალი, ხო? ეგ არდა რეპუტაციული არსად არ ჩამოვარდნილა, არავის ჩამოვარდა თავისით. არა, ეგ ხო, მე ვამბობ, არც ერთ საბრძოლო მოქმედებაში მოწინააღმდეგეს არ ჩამოუგდი, ხო, რაღაც და თან ბევრს არ ყავთ, მე მგონი 20-მდე და კი, თითზე ჩამოსათვლელია ეს თვითფრინავი. ანუ სიღრმეში უნდა შეფრინდეს ერთი, ანუ რა სირთულეც აქვს ამერიკას ამ შემთხვევაში. და მეორე კაციშვილმა არ იცის რამდენად ჩაწვდება ეს კონკრეტული საბრძოლო მასალა იმ ბირთვულ ობიექტს, იმიტომ რომ შეიძლება რომ ეს ბირთვული ობიექტი იყოს ბევრად უფრო ღრმად. და ალბათ ამ ბირთვულ ობიექტებს რო თხრიდნენ ამ მიწისქვეშა ბუნკერებს, ალბათ ისიც გათვალისწინებული იქნებოდა ამერიკას რა აქვს ამის საწინააღმდეგოდ. ხო და ეს ორი ფაქტორია, რაც სერიოზულად ურთულებს ამერიკელებს ამ საბრძოლო მოქმედებების შესაძლო წარმოებაში. და კიდევ ერთი საკითხი, აი დავუშვათ მართლა ჩააღწია ამ ბომბმა, დავუშვათ რაღაცა ვერ ჩამოუგდეს ეს თვითფრინავები ირანელებმა. მე რა ხდება? ანუ კი ბატონო, ერთი ბირთვული ბომბი გაანადგურე, მაგრამ ირანი არ ნებდება. ადამიანებს რა შეკითხვას უჩნდებათ, ანუ შეიძლება ვთქვათ ნაწილი ადამიანების არ არის ჩახედული ეს როგორ მოხდება, რა რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეკითხვას ხონდა გაეცეს მაინც პასუხი და არის ხოლმე ხშირად მეც მაგალითად მომწერა რამდენიმე ადამიანმა, რომ როცა საუბარიაო, რომ ბირთვული პროგრამა საბოლოო წერტილი დაესვას ირანის და განადგურდეს, ეგო ხო არ გამოიწევსო რადიაციასო და ხო არ იქნება მაგის რისკებიო, რომ თუ განადგურდა და ჩააღწია და აფეთქდა. დიდი ალბათობით იქნება, რა თქმა უნდა იქნება. ეხლა ჩვენ გვახსოვს 80-იან წლებში ჩერნობილის და ბოდიში, ანუ ეგ ადამიანებს აინტერესებთ რატო? იმიტომ რომ ჩვენგან არც შორს ხდება ეს ყველაფერი და რამდენად რისკის ქვეშ იქნება საქართველოს. დიდი ალბათობით იქნება გაჟონვა, თუ ის ბირთვული ობიექტი, სადაც იწარმოება ბირთვული შეიარაღება, ცხადია ხა იმის ხალხს გამდიდრებული ურანია ალბათობა იმისა, რომ თუ ეს ობიექტი განადგურდება, იქიდან გაჟონოს რადიაციამ და რაღაცა ჩერნობილი 2 მოხდეს, ამის ალბათობა არის ძალიან დიდი.
ხო და ნუ რაც ჩვენთვის მაგალითად და მთლიანად რეგიონისთვის ძალიან პრობლემატურია, იმიტომ რომ მაგ ობიექტიდან საქართველოსამდე არის 1000 კილომეტრამდე. არც თუ ისე სომხეთი, აზერბაიჯანი განსაკუთრებით. სომხეთი, აზერბაიჯანი პირდაპირ მაგ მოქმედების ზონაში ხდება. კაცო, ჩერნობილში რო აფეთქდა, საქართველოში იგრძნობოდა ეგ. ანუ რადიაციის ზონა საქართველოს ჰაერის კი ბატონო, კაცშვილმა არ იცის ეგ რას გამოიწვევს ეკოლოგიური თვალსაზრისით. ეს ერთი ფაქტორი. და სულ ეს გვერდზე გადავდოთ და სუფთა აი წმინდა სამხედრო ლოგიკას რო დაუბრუნდეთ, აი დავუშვათ ეგ ობიექტი განადგურდა. დავუშვათ, ნუ ამერიკელებმა დიდი ზიანი არ მიიღეს. მაგრამ ირანი არ ნებდება. გადავიდა თავდაცვით, მისდაც თავდაცვითი იქნება თუ ამერიკელები შევიდნენ. ბომბე რამდენიც გინდა? აი როგორც რა ვიცი, 10 წელი ბომბავდნენ ვიეტნამს, ავღანეთს, იემენს, ბომბე რამდენიც გინდა? აი რამდენად მზად არის თვითონ ნუ ავღანეთი გასაგებია ხა მაგისთვის მზად იყო ფსიქოლოგიურად თვითონ სახელმწიფო მოწყობილი იყო აი ირანი რამდენად არის ეგეთი ტიპის სახელმწიფო რომელიც მასზე შეძლებს ხო და ეგაა ხა ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი შვილმა არ იცის მაგას ირანი შეძლებს თუ არა საერთოდ აი როდესაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება აი ხა მე რაც ჩამოვთვალე აი შემდეგი რამდენად ჩაწვდება ეს ბომბი, რამდენად შევა მაგ სიღრმეში ამ ბომბის მიტანის საშუალება, რამდენად შესაძლებელი იქნება რაღაცა ერთი ობიექტის განადგურებით ირანის წინააღმდეგობის ჩახშობა, პირიქით უკუ რეაქციას ხო არ გამოიწვევს ეს საზოგადოებაში. სადაც უკრაინა, რომელიც ბევრად უფრო ვესტერნიზირებული და ნაკლებად აი ესეთი ხისტი ხელით და პროპაგანდით იმართებოდა, ხო? ხა ირანის საზოგადოების და მისი კონტროლის და მასზე პროპაგანდის მოქმედების დონე ერთია და უკრაინაზე სულ სხვა იყო, მაგრამ რა ვიცი, უკრაინას ბომბავენ აგერ მეოთხე წელი გადის. მოხდა 1000 რაკეტა, მაგრამ რაღაც წინააღმდეგობას უწევს. მაგალითად, აი ვიეტნამი იბომბებოდა, ვიეტნამი ნადგურდებოდა, მაგრამ ვიეტნამში არ დაიწყო პაციფისტური მოდი დაიწყო ამერიკაში, სადაც არაფერი არ ხდებოდა, უბრალოდ ეს აქედან იქ ბომბავდა, ხო? და თვითონ ამერიკის საზოგადოებამ არ მოისურვა ამის გაგრძელება. ვიეტნამი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ ირანთან შედარებით ვიეტნამის შემთხვევაში მის ტერიტორიაზე 9 მილიონი ამერიკელი ჯარისკაციც იდგა და პლუს ბომბავდა. და პლუს ბევრად ჩამორჩებოდა შეიარაღებით და ტექნოლოგიებით ამერიკას, მაგრამ ვიეტნამმა გაუძლო. და ამერიკა იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა ტერიტორია. ამერიკის შემთხვევაში დაიტესტა ვიეტნამითაც, ავღანეთითაც, რომ თუ ავღანეთად და ვიეტნამად იქცევი და შეგიძლია 5-10 წელი გაუძლო, ამერიკელები თავს დაგანებებენ. ტრამპის შემთხვევაში 5-10 წელით ძალიან ისეთი. ეს იმ ამერიკას, რომელიც პიკში იყო, მაგრამ დღევანდელი ალბათ დღევანდელი ამერიკა არის განუზომლად უფრო მოწყვლადი ამ თვალსაზრისით. ანუ ეხლა უყურეთ რა ვითარება. დემოკრატიული პარტია, ანუ ამერიკის ნახევარი, ცალსახად წინააღმდეგია ამ ომის დაწყების. აი ეს ბაიდენის პარტია და ეს ლიბერალები. რესპუბლიკელებში 60% წინააღმდეგია ამ ომის დაწყების. მათ შორის ვინც მომხრეა, იმან ირანის ად არის არ იცის. ეხლა ეს ცოტა ისე უტრირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეგეთი კადრებიც ვრცელდება, რომ ამის ლობისტი სენატორები, პოპულარული სენატორები დიდად არ არიან გარკვეულები, საერთოდ რა არის ირანი და მის შესაძლებლობებს კარგად არ იცნობენ, მაგრამ ფაქტია, რომ შიგნით ამერიკის ტრამპის გუნდშიც კი უშუალოდ აი აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც კი არის 100-თა სხვადასხვაობა. ამიტომ ასეთ ვითარებაში ძალიან ბუნდოვან კონფლიქტში სადაც შენ თუ ვერ მიაღწიე წარმატებას და მოწინააღმდეგე არ გატყდა რას აკეთებ არის ძალიან სარისკო. იმიტომ რომ
ეხლა მოდი გადავიდეთ ნელ-ნელა, რას გამოიწვევს ეს ყველაფერი თუ ამერიკა ჩაება ამ კონფლიქტში. იმიტომ რომ ეს პირდაპირ უშუალოდ ჩვენს გვეხება. თუ ამერიკა ჩაება ამ კონფლიქტში, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა თვალსაზრისით ის საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ისედაც სერიოზულად მორღვეული იყო და სულ ზღაფავს, იმიტომ რომ არავინ არ ითვალისწინებს უკვე არსებულ საერთაშორისო რაღაც შეთანხმებებს და წესებს, ის საბოლოოდ გაქრება. ეგ გამოიწვევს, აი პრაქტიკაში რას გამოიწვევს ახლა, რას ნიშნავს, რა არის ეს საერთაშორისო წესები, შეთანხმებები, ანუ აქამდე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებობდა გარკვეული როგორც კონვენციალური თვალსაზრისით, ანუ ინსტიტუციონალურ დონეზე კოდიფიცირებული რაღაცა შეთანხმებები, რო აი გაეროს კონვენცია, ადამიანის უფლებები, ანუ ჟენევის კონვენცია, ანუ ომის წარმოება როგორ შეიძლება ომის დაწყება არ დაწყება. ანუ ეს წესები ზოგადად იყო ყოველთვის გაწერილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. და დასავლეთი და ამერიკა ითვლებოდა ამ წესების როგორც ინიციატორი, ასევე მუდმივი დამცველი და აპოლოგეტი. და სწორედ, აი, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, უკრაინის სასარგებლოდ, მაგალითად ამერიკა, უკრაინის პოზიციას არა მარტო იმით იცავდა და იმით ხსნიდა, რომ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროთ, რომ რაღაც ჩვენ ასე გვაწყობს და გეოპოლიტიკურად უკრაინა ჩვენს ბანაკშია და რუსეთი მტერია. არა. საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ არსებობს გარკვეული წესები და ეს წესები უხეშად დაარღვია რუსეთმა. ამიტომ ვინც დაარღვია ეს წესები, იმის წინააღმდეგ უნდა ვიყოთ ჩვენ. და ვინც მსხვერპლია ამ წესების თვალსაზრისით, ის უნდა დავიცვათ. ამ კონფლიქტში გამოდის, რომ ამერიკა თავად ხდება ახლა რუსეთის როლში, თავად შეიჭრა სხვა ქვეყანაში, თან ყველა საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით, ეს გამოჩნდება, ეს საბოლოოდ გაფორმდება, რაც ცხადია დასავლეთის, როგორც აი ამ წესების დამცველის იმიჯს სერიოზულად დააზიანებს. ეს ერთი. მეორე, კაცო, რეგიონებში სხვადასხვა მასშტაბით, სამყაროს მასშტაბით ძალიან ბევრი ქვეყანა გამოჩნდება, რომელიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ესე იგი, არანაირი კანონები არ არსებობს, ესე იგი, არანაირი წესები არ მოქმედებს, ამიტომ მე თუ რაღაცა დაპირისპირება მაქვს მეზობელთან, მეც მაშინ შევიჭრები და სამხედრო ძალის მეშვეობით გადავჭრი პრობლემას. ანუ რუსეთს მაგალითად ბევრად უფრო გაუმყარდება თავისი პოზიციები მორალურად და პოლიტიკურად. რუსეთი იტყვის, რომ კაცო, თქვენ ირანში რო შეიჭერით, თქვენ რით ხსნით ამას, რით ახსენით, აი რით გაამართლეთ. ხო იმით გაამართლეთ, რომ იქიდან გამომდინარეობს ეგზისტენციალური საფრთხე ისრაელისთვის და არა მარტო კაცობრიობისთვის. ამიტომ, სხვა გზა არ ქონდა. მაგას რუსეთიც გაიმეორებს, რომ აი უკრაინაში არის რაღაცა ნეონაცისტური რაღაცა რეჟიმი, რომელიც ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის რუსეთს და ამიტომ როგორც თქვენ პრევენციის მიზნით შეიჭერით და მოწინააღმდეგე გაანადგურეთ, მეც იგივეს ვაკეთებ. ანუ რუსეთის პოზიციები მორალური თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით, ალბათ, რა ვიცი, გახუთმაგდება. სულ მინიმუმ თავის მოსახლეობას და თავის საზოგადოებას ძალიან მარტივად კიდევ უფრო დაარწმუნებს იმაში, რომ აი რასაც ამერიკა აკეთებს, იგივეს აკეთებს ისიც.